ანტარქტიდა არის ადგილი, სადაც ჩვენთვის კარგად ნაცნობი წესები არ მოქმედებს. აქ ვერ ნახავთ ქალაქებს, საზღვრებს ან მუდმივად მცხოვრებ ადამიანებს. ერთი შეხედვით ჩანს, რომ ანტარქტიდაც არიელია, მაგრამ ათეულობით მეცნიერის მიერ ჩატარებული კვლევები საპირისპიროს ამტკიცებს. ამ ეპიზოდში მოგიყვებით, თუ რატომ ითვლება ანტარქტიდა პლანეტის ყველაზე დაცულ და იდუმალებით მოცულ ადგილად. მე-20 საუკუნის ნახევრამდე ანტარქტიდა კაცობრიობისთვის თითქმის სრულიად უცნობ ტერიტორიად რჩებოდა. ერთ-ერთი პირველი ადამიანი, ვინც კონტინენტის ჰაერიდან დათვალიერება გადაწყვიტა, ამერიკელი მფრინავი და მკვლევარი რიჩარდ ბირდი იყო. 1929 წელს მან სამხრეთ პოლუსზე ისტორიული ფრენა განახორციელა. ამ მოვლენამ ადამიანებში ჩამოყალიბებული კონტინენტის შესახებ არსებული წარმოდგენები სამუდამოდ შეცვალა. ბირდმა დაადასტურა, რომ ანტარქტიდა მთლიანად ყინულს დაეფარა. ხმელეთის ფაუნა თითქმის არ არსებობდა, ხოლო კლიმატური პირობები პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური იყო, მაგრამ ყველაზე უცნაური ის არის, რომ მისი ექსპედიციის მონაცემების დიდი ნაწილი დეტალურად არასდროს გამოქვეყნებულა. სწორედ ამიტომ სხვადასხვა წრეებში ათობით შეთქმულების თეორია წარმოიშვა. ზოგიერთი მკვლევარი და შეთქმულების თეორეტიკოსი თვლის, რომ ბირდმა უბრალო ყინულსა და თოვლზე გაცილებით მნიშვნელოვანი რამ აღმოაჩინა. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, კონტინენტის ზედაპირის ქვეშ შესაძლოა უძველესი მიწისქვეშა ცივილიზაცია იმალებოდეს, რომელიც მითებში აგარტის სახელითაა ცნობილი. რა თქმა უნდა, ამ თეორიის სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს. 1957-1958 წლებში ანტარქტიდის ბედი სამუდამოდ შეიცვალა. ამ პერიოდში სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები არა მხოლოდ კონტინენტის შესასწავლად, არამედ მისი ადამიანის ჩარევისგან დასაცავად გაერთიანდნენ. მალევე ანტარქტიდის ხელშეკრულებად შეიქმნა უნიკალური საერთაშორისო დოკუმენტი, რომელსაც მსოფლიო ისტორიაში ანალოგი არ ჰყავს. ამ ხელშეკრულების თანახმად კონტინენტი დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადდა. ანტარქტიდაზე ნებისმიერი სამხედრო აქტივობა აიფწალა. კონტინენტის გამოყენება კი მხოლოდ სამეცნიერო მიზნებისთვის გახდა შესაძლებელი. რეგიონზე თავისუფალი წვდომა საერთაშორისო პროგრამებზე მომუშავე მეცნიერებსა და სპეციალისტებს მიეცათ. ყველა დანარჩენისთვის ანტარქტიდა მხოლოდ გარედამკვირვებლებისთვის ხელმისაწვდომ ადგილად იქცა. საინტერესოა, შეუძლია თუ არა რიგით ადამიანს იქ მოხვედრა. დღეისათვის არსებობს შეზღუდული ტურისტული მარშრუტები, სადაც ადამიანების ყოფნა ნებადართულია, მაგრამ კონტინენტის რეალური ზომის გათვალისწინებით ეს ადგილები უზარმაზარი ყინულოვანი უდაბნოს ფონზე უბრალოდ მიკროსკოპული ლაქებია. ანტარქტიდა 14 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე მეტ ფართობს მოიცავს და ამ ტერიტორიის უმეტესი ნაწილი ადამიანებისთვის მიუწვდომელია. ფორმალურად კონტინენტი 7 სახელმწიფოს შორისაა გაყოფილი: არგენტინა, ავსტრალია, ჩილე, საფრანგეთი, ახალი ზელანდია, ნორვეგია და გაერთიანებული სამეფო. თუმცა რეალურად ანტარქტიდა დედამიწაზე ერთადერთი ადგილია, რომელიც არავის ეკუთვნის. ზოგიერთი პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ანტარქტიდის ხელშეკრულება იდეალური მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა მოიქცეს კაცობრიობა დედამიწის მიღმა. როდესაც ადამიანები მთვარის, მარსისა და სხვა პლანეტების დეტალურად შესწავლას დაიწყებენ, აუცილებლად გაჩნდება კითხვები იმის შესახებ, თუ ვის ეკუთვნის ტერიტორია და ვინ ადგენს წესებს. დღეს ანტარქტიდა საერთაშორისო თანამშრომლობის ერთადერთ მოქმედ მაგალითად რჩება. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ჩნდება მთავარი კითხვა: რატომ არის ანტარქტიდა დახურული? პასუხი იმაზე რთულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ანტარქტიდაზე კაცრი შეზღუდვების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბუნებაა. ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, რომ ამ კონტინენტზე არაფერია დასაცავი, მაგრამ სინამდვილეში ანტარქტიდაზე პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ეკოსისტემაა. აქ ადამიანის ნებისმიერმა ჩარევამ შესაძლოა შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს. სქელი ყინულის ქვეშ მთის ქედები, ხეობები და ტბებია, რომლებიც გარესამყაროსგან ასობით ათასი წლის განმავლობაში იზოლირებულია. ამ დახურულ გარემოში უნიკალური ცოცხალი ორგანიზმები ცხოვრობენ, რომლებსაც ჩვენს პლანეტაზე სხვაგან ვერ სადნახავთ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილი სისხლიან ჩანჩქერია. ის ტეილორის მშრალი ველის სიახლოვეს მდებარეობს. მყინვარიდან მუქი წითელი წყლის ნაკადი მოედინება. დიდი ხნის განმავლობაში მეცნიერებს ამ ფენომენის ახსნა არ შეეძლოთ. თავდაპირველად ისინი ვარაუდობდნენ, რომ უჩვეულოფერს წყალმცენარები ქმნიდნენ, თუმცა შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, რომ მიზეზი გაცილებით უფრო რთულია. წყალი 400 მეტრის სისქის ყინულის ქვეშ არსებული ტბიდან მოედინება. ის დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს. როდესაც ეს წყალი ზედაპირს აღწევს და ჟანგბადთან კონტაქტში შედის, რკინა ჟანგდება. სწორედ ამის გამო აქვს წყალს წითელი ფერი. საინტერესოა, რომ ყინულის ქვეშ მდებარე ტბა მიკროორგანიზმების სახლია, რომლებიც მზის სხივებს ვერ ხედავენ. მათმა აღმოჩენამ სიცოცხლის შესახებ არსებული წარმოდგენები მეცნიერებში სამუდამოდ შეცვალა, მაგრამ კონტინენტზე მცხოვრები ცოცხალი ორგანიზმების დაცვა შეზღუდვების ერთადერთი მიზეზი არაა. საქმე იმაშია, რომ ანტარქტიდა ადამიანებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საშიში ადგილად ითვლება. აქ ტემპერატურა შესაძლოა -80 გრადუს ცელსიუსამდეც კი დაეცეს. ასეთ პირობებში ნებისმიერმა შეცდომამ შეიძლება ადამიანის დაღუპვა გამოიწვიოს. ყველაფერთან
ყველაფერთან ერთად კონტინენტზე დედამიწაზე ყველაზე მშრალი ადგილი მაკმერდოს მშრალი ხეობაც მდებარეობს. პოლუსთან სიახლოვის მიუხედავად ამ ადგილას თოვლსა და ყინულს ვერ ნახავთ. ყველაფრის მიზეზი კი ძლიერი ქარია. ზოგიერთ ადგილას ქარის სიჩქარე 320 კმ/სთ აღწევს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მშრალი ხეობის ზოგიერთ ნაწილში ნალექი 2 მილიონ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ მოსულა. ეს მახასიათებლები ამ რეგიონს პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ექსტრემალურ ადგილად აქცევს. თუმცა მკაცრი კლიმატური პირობების მიუხედავად, მშრალი ხეობა იდეალურ სამეცნიერო პოლიგონად ითვლება. ამ რეგიონში არსებული პირობები მარსზე არსებულ პირობებს ძალიან ჰგავს. სწორედ ამიტომ მშრალ ხეობას წითელ პლანეტაზე გასაგზავნად გამზადებული მოწყობილობების შესამოწმებლად იყენებენ. მაგრამ სადაც მეცნიერება მთავრდება, სწორედ იქ იწყება ფანტაზიაც. შეთქმულების თეორეტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ ანტარქტიდის დახურვის მიზეზი მხოლოდ მკაცრი კლიმატი და გარემოს დაცვა არაა. ისინი ფიქრობენ, რომ ყინულის ზედაპირის ქვეშ შესაძლოა მეორე მსოფლიო ომის დროს აგებული საიდუმლო სამხედრო ბაზები იმალებოდეს. სხვები ამტკიცებენ, რომ ანტარქტიდის სიღრმეებში უძველესი ცივილიზაციის ნაშთები იმალება, რომელიც თანამედროვე ადამიანის გაჩენამდე დიდი ხნით ადრე გაქრა. ბრტყელი დედამიწის თეორეტიკოსები თვლიან, რომ ანტარქტიდა არა კონტინენტი, არამედ გიგანტური ყინულის კედელია, რომელიც მსოფლიოს გარს აკრავს. არც ერთ ამ თეორიას სამეცნიერო მტკიცებულება არ გააჩნია, მაგრამ კონტინენტის იზოლაცია ადამიანებში კიდევ უფრო მეტ ინტერესსა და უნდობლობას იწვევს. და მაინც სპეკულაციების მიღმა ანტარქტიდის რეალობა არანაკლებ მკაცრი რჩება. კონტინენტზე ვიზიტის წესების დარღვევისთვის მკაცრი საშიელია დაწესებული. ჯარიმამ შეიძლება $10,000 მიაღწიოს. ზოგიერთ შემთხვევაში კი დამნაშავეს 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ასეთი მკაცრი შეზღუდვები ბუნებრივად ბადებს კითხვას, ვის აქვს კანონდამრღვევის დასჯის უფლება. პასუხი საერთაშორისო შეთანხმებაშია. დამრღვევები პასუხს მათი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აგებენ. თუ სახელმწიფო არ არის შეთანხმების მხარე, პასუხისმგებლობა ტრანსპორტირების განმახორციელებელ კომპანიას ეკისრება. ყველაფერთან ერთად ანტარქტიდის თავზე ფრენა აკრძალულია. 1980-იან წლებში შემოიღეს რეგულაციები, რომლებიც თვითმფრინავებს უახლოესი აეროდრომიდან 60 წუთზე მეტ ხანს ფრენას უკრძალავს. საერთაშორისო კომპანიების თვითმფრინავებს კონტინენტზე ვერ ნახავთ, თუმცა კერძო კომპანიებს მეცნიერები კვლევით სადგურებზე რეგულარულად გადაჰყავთ. ზაფხულში კონტინენტზე დაახლოებით 3000 ადამიანი ცხოვრობს. ზამთარში კი მათი რაოდენობა 400-მდე მცირდება. მეცნიერებისთვის ანტარქტიდაზე ცხოვრება ნამდვილი გამოწვევაა, მაგრამ ისინი კონტინენტზე მუდმივად ბრუნდებიან. თუ გაინტერესებთ, რატომ ბრუნდებიან მეცნიერები იმ ადგილას, სადაც აუტანელი სიცივე და სიკვდილის მაღალი რისკია, მაშინ გეტყვით, რომ პასუხი იმ აღმოჩენებშია, რომლებმაც ჩვენი პლანეტის წარსულისა და მომავლის შესახებ არსებული წარმოდგენები საფუძვლიანად შეცვალეს. რთული პირობების მიუხედავად, ანტარქტიდა მსოფლიოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო რეგიონად რჩება. ყოველწლიურად აქ უამრავი მნიშვნელოვანი აღმოჩენა კეთდება. ერთ-ერთი ასეთი აღმოჩენა გიგანტური საზღვაო მტაცებლის ელასმოზავრის ძვლების პოვნა იყო. ეს უძველესი ოკეანის ბინადარი ცარცული პერიოდის დროს დაახლოებით 6 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. მისი სიგრძე 10 მეტრი, ხოლო წონა 15 ტონა უნდა ყოფილიყო. მეცნიერები წლების განმავლობაში ექსტრემალურ პირობებში მუშაობდნენ, რათა მათ ანტარქტიდის ქანებიდან ჩონჩხის ამოღება მისი დაზიანების გარეშე შესძლებოდათ. ეს ნიმუში ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ აღმოჩენად ითვლება. ელასმოზავრის სხეულის სტრუქტურა იმაზე მიუთითებს, რომ მას გადარჩენისთვის დიდი რაოდენობით საკვები სჭირდებოდა. ეს ნიშნავს, რომ უძველეს დროში ანტარქტიდის სანაპირო წყლები სიცოცხლით მდიდარი იყო და რეგიონის კლიმატი დღევანდელი კლიმატისგან სრულიად განსხვავდებოდა. ეს ყველაფერი კი ადასტურებს, რომ ანტარქტიდა ოდესღაც მწვანე და ცოცხალი იყო. მე-20 საუკუნის დასაწყისში მეცნიერებმა ყინულში დამარხული მცენარეების ნაშთები აღმოაჩინეს. აღმოჩენები სამხრეთ პოლუსიდან სულ რაღაც რამდენიმე ასეულ კილომეტრში გაკეთდა. იმ დროს ამ აღმოჩენების რეალურობაში უამრავმა მეცნიერმა ეჭვი შეიტანა. თანამედროვე კვლევებმა მხოლოდ 10 წლეულების შემდეგ დაადასტურეს, რომ იქ, სადაც ახლა ყინულის უდაბნოა, ოდესღაც ხშირი ტყე იყო. ხის ნიმუშების ანალიზმა აჩვენა, რომ ეს მცენარეები ფლორისთვის უკიდურესად უჩვეულო პირობებში ხარობდნენ. ხანგრძლივი პოლარული ღამეები, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები და უჩვეულო სინათლის ციკლი მცენარეებისგან უნიკალურ ადაპტაციას მოითხოვდა. არსებობს ჰიპოთეზა, რომ ანტარქტიდის უძველესი ხეები შესაძლოა ჰიბერნაციის მსგავს მდგომარეობაში შედიოდნენ და წლის ყველაზე მკაცრ პერიოდებში გადარჩენას სწორედ მისი დახმარებით ახერხებდნენ. ეს აღმოჩენა მეცნიერებს ეხმარება უკეთ გაიგონ, თუ როგორ შეუძლიათ ცოცხალ ორგანიზმებს ექსტრემალურ პირობებთან ადაპტირება. თუმცა ანტარქტიდა მხოლოდ მისი წარსულით არ გვაოცებს. 1970-იან წლებში, როდესაც თანამგზავრებმა დედამიწის დეტალური დათვალიერება პირველად დაიწყეს, მეცნიერებმა ანტარქტიდის ყინულში უცნაური ფენომენი, გიგანტური ბნელი რეგიონი შენიშნეს. გარკვეული დროის შემდეგ ის გაუჩინარდა. 10 წლეულების განმავლობაში ეს ფენომენი საიდუმლოდ რჩებოდა, მაგრამ რამდენიმე წლის წინ, ცივ ზამთარში ის ისევ გამოჩნდა. მისი ფართობი თითქმის 10,000 კვადრატული კილომეტრი იყო. წყალქვეშა რობოტები
რობოტების, ავტონომიური სენსორებისა და სელაპებზე მიმაგრებული ინსტრუმენტების გამოყენებით მეცნიერებმა სიმართლის დადგენა შეძლეს. აღმოჩნდა, რომ ყველაფრის მიზეზი წყლის მარილიანობა და ცირკულაციის რთული პროცესი იყო. გარკვეულ პერიოდებში უფრო თბილი მარილიანი წყალი ოკეანის სიღრმიდან ზედაპირზე ამოდის. გაციებისას ის უფრო მკვრივი ხდება. შედეგად ყალიბდება რეგიონი, სადაც ყინულს ფორმირებისთვის საჭირო დრო არ რჩება. ეს პროცესი პლანეტის კლიმატზე პირდაპირ გავლენას ახდენს. სწორედ ამიტომ თამაშობს ანტარქტიდა მთავარ როლს დედამიწის ტემპერატურისა და ოკეანის დინების რეგულირებაში. ყოველი ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ანტარქტიდა მხოლოდ დაუსრულებელი ყინული კი არა, არამედ რთული და დინამიური სისტემაა. მისი ყინულის ქვეშ კი ბაქტერიები, მიკროორგანიზმები და თევზები ბინადრობენ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანტარქტიდა წარსულის სარკე და მომავლის ლაბორატორიაა. კონტინენტი, რომელიც არავის ეკუთვნის, მაგრამ ყველასთვის მნიშვნელოვანია და შესაძლოა სწორედ ამიტომ რჩება ის დახურული. თქვენი აზრით, კიდევ რა შეიძლება იმალებოდეს ანტარქტიდის სიღრმეებში? გაგვიზიარეთ თქვენი ვერსიები კომენტარებში. ხოლო თუ მოგეწონათ ვიდეო, მისი და ლაიქება და არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, რადგანაც წინ კიდევ მრავალი საინტერესო ეპიზოდი გელოდებათ.